გამარჯობა. როგორ ახართ, ქალბატონო დინა? მეგახავათ მაია მღებრიშვილი, ვარ გადაუდებელი დახმარების ექიმი. მუშაობ ქალაქ გურჯაანის ჭეო-ჰოსპიტალის გადაუდებელი სამსახურის განყოფილებაში, პარალელურად COVID განყოფილებაში, COVID ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. 2020 წლიდან დღემდე ვემსახურებით COVID პაციენტებს, ვიღებთ მძიმე პაციენტებს. გაახილე თვალი აბა, გამიხილე თვალი, გამიხილე. ოჩახათ, მიდი. მიდი, ნუ გეშინია, სულ თქვა აყოლი აპარატს, პაპა, სულ. პირველად COVID ინფექციას 2020 წლის დასაწყისში შევეჯახეთ. იმ აქ პერიოდისთვის კახეთის რეგიონი ჯერ ისევ მწვანე ზონა იყო, მხოლოდ რამოდენიმე პაციენტი ყავდა იმ პერიოდისთვის. შემდგომ რაოდენობამ თანთანობით მოიმატა. ეს გამოწვეული იყო იქიდან, რომ პაციენტები თვითონ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული აცრის შესახებ, არ იკეთებდნენ შესაბამის ვაქცინაციას, არ იყო შესრულებული ის ინსტრუქციები, რასაც მოგვიწოდებდნენ. ამან გამოიწვია ის, რომ კახეთის რეგიონშიც შესაბამისად გაიზარდა დაავადების მაჩვენებელიც და კონტინგენტმაც მოიმატა. COVID განყოფილება გაიხსნა აგვისტოს თვეში, აგვისტოს დასაწყისში, ეს იყო 2 აგვისტო, ზუსტად მახსოვს. პირველი პაციენტები ერთბაშად მოხდა განყოფილების გადავსება. ძალიან მაგ პერიოდისთვის კახეთის რეგიონი იყო უკვე წითელი ზონა, შემოვიდა უამრავი პაციენტი ერთბაშად. ჩემი კოლეგების და ჩემი მედპერსონალის ძალიან დიდი დამსახურება არის, რომ თავგამოდებით, თავდაუზოგავად შრომობდნენ ისინი თითოეული პაციენტის გადასარჩენად და ყველას ენერგია, ყველას შრომა არ უნდა დაიკარგოს. ეს იყო ძალიან მძიმე შრომა, მძიმე დატვირთვა, ფსიქოლოგიური, მორალური, ფიზიკური. იყო პერიოდი, როდესაც ისეთი რაოდენობით პაციენტები შემოდიოდა, რომ ფიზიკურად კადრი აღარ ყოფნიდა, მუშა ხელი, რომელიც პაციენტის მიღებას შეძლებდა, აპარატის მართვას შეძლებდა. როდესაც COVID გავრცელდა, მაგ პერიოდისთვის მე ვიყავი უკვე ორსული. მიუხედავად იმისა, რომ საშიშროება ძალიან მაღალი იყო, რისკი იმის, რომ შეხვდეს ნებისმიერ დაინფიცირდეს ორსულისთვის მით უმეტეს როგორი მაღალი რისკის ჯგუფია ორსული. შიშის ფაქტორი რა თქმა უნდა იყო, თუმცა ჩემმა პროფესიონალმა პასუხისმგებლობამ უფრო მეტად გადეწონა. ოჩახ, მიდი. ორსულობის ფაზა ჩავამთავრეთ მშვენივრად, მოგვისწრო ვაქცინაცია, მავიცერით მშვენივრად და დავამთავრეთ ეს ყველა ეს ფაზა ნორმალურად. შემდგომში უკვე დაიწყო მეორე ეტაპი, მშობიარობის შემდგომი პერიოდი. მაგ პერიოდში შემხვდა ზუსტად COVID ინფექცია, მე თვითონაც დავინფიცირდი და ჩემი პატარაც, მაგრამ აცრელები ვიყავით ჩვენ შესაბამისად და შედარებით მარტივად გადავიტანეთ. იმ დროს, როდესაც COVID პანდემია გაჩნდა ჩვენს ქვეყანაში, ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენდა პაციენტებთან პირისპირ შეხვედრა. პაციენტების დიდი რაოდენობა ითხოვდა ჰოსპიტალიზაციას, თუმცა ამ დიდ ნაწილს დაახლოებით 80%-ს არ ჭირდებოდა ჰოსპიტალიზაცია. მოგესალმებით, კახეთის ონლაინ კლინიკიდან გიკავშირდებით. გესმით ჩემი ხმა? სწორედ ამ დროს გაჩნდა ტელემედიცინის იდეა, პირველად გურჯაანის ჭეო-ჰოსპიტალში და კახეთის მასშტაბით დაინერგა ვიდეო კონსულტაციები. ვიდეო კონსულტაციების საშუალებით გახდა შესაძლებელი ჩვენი პაციენტები გვემართა ონლაინ დისტანციურად შეგვეფასებინოს სწორად პაციენტებს ეგრნო ჩვენი მხარდაჭერა და გადაგვემისამართებინა ის პაციენტები ჰოსპიტალში, ვისაც ნამდვილად სჭირდებოდა. ამ პროექტის შესახებ ცნობილი გახდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაშიც და მათგან მივიღეთ ძალიან კარგი შეფასებები და შემდგომ უკვე ჩვენი პროექტი გაიზიარა სხვა რეგიონებმაც და როგორც ვიცი, იქაც წარმატებით ხორციელდება. მე გახლავართ კახეთის ონლაინ კლინიკიდან ოჯახის ექიმი დია ცაბუტაშვილი. თავს როგორ გრძნო?
ყველაზე მტკივნეული და მძიმე ჩემთვის არის ჩვენი პირველი გარდაცვლილი, ჩემი თანამშრომელი, რომელიც ჩვენ 24 საათიან რეჟიმში გვეხმარებოდა, გვედგა გვერდზე მისი ღიმილი, მისი სახე, არასოდეს არ დაგვავიწყდება ჩვენი თამუნა, რომელიც ჩვენ გვერდზე იქნებოდა დღეს რომ არა COVID ინფექცია. ეს არის ჩემთვის ყველაზე დიდი ტკივილი. ჩემი საკუთარი ხელით ჩემ თანამშრომელს დავემშვიდობ. პაციენტის განწყობა. პაციენტის თვითგანწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველაზე მძიმე პაციენტიც კი შეიძლება გამოვიდეს თვითგანწყობით. აი ამ ვირუსთან ბრძოლაში ყველაზე კარგად მუშაობს პაციენტის თვითგანწყობა. თვითონ თუ განეწყო რომ მოყვება, გიჯერებს, რასაც ეუბნები, ყველაფერს აკეთებს, ჩათვალეთ რომ ეს პაციენტი ყველაზე მძიმე პაციენტიც გამოდის. თუ პაციენტი წინააღმდეგია, გეწინააღმდეგება, რაღაცა არ გიჯერებს, ამ ფაქტორს კიდე სხვა მომენტები აქვს, მერე უკვე ართულებს ის ფსიქოემოციური ფონი რთულდება და ასე შემდეგ, მაგრამ თვითონ თუ პაციენტი განეწყო იმისთვის რომ შენ დაგიჯეროს, ჩათვალეთ რომ ყველა ექიმისთვის ეს ყველაზე მთავარი, უნდა დაიხოლიო პაციენტი რომ მოყვეს და დაარწმუნო რომ შენ თუ ყველაფერს გაუკეთებ და შენის დაგიჯერებს, მაშინ ჩათვალე რომ ყველაფერი კარგად იქნება. გამოვიდა 20 ქულიანი დაზიანებით. ნახე რა კარგი სატურაცია გაქვს. როგორ ახარ? ძალიან კარგად. იგრულად. ძალიან კაი, მოდით რაღაც გადავისომოთ. მაგარი ბიჭია. არ შეგიძლია, მაგრამ უნდა მოინდომო, გიხვეწები. მიდი, ხო გინდა კარგად იყო, აი? შიშის ფაქტორი სულ არის. მაგას ვერავინ ვერ იტყვის, რომ არავის არ ეშინია, არავის არ აქვს იმ სიფრთხილის შეგრძნება. შიში ყველას აქვს, უბრალოდ მეტად უნდა ვიფრთხილოთ, მეტად უნდა გამოიჩინოთ პროფესიონალიზმი და უნდა გქონდეს იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. პაციენტებს რომ ჩამოუვლით დილაობით, ხო, აი ვიცით დაახლოებით რომელი პაციენტი გამოვა მდგომარეობიდან და რომელი არა, ხო? ეჭვის ქვეშ რომელიც ყავს, აი რამოდენიმე ესეთი მძიმე პაციენტი და ის რომ გამოდის მდგომარეობიდან თანდათანობით ვაკვირდებით, ანალიზებიც გაუმჯობესდება, პაციენტის ზოგადი მდგომარეობაც გაუმჯობესდება, მისი ფსიქოლოგიური მომენტიც მთლიანად შენსკენ მოდის პაციენტი ხვდები, ეს არაჩვეულებრივი მომენტი არის თითოეული ექიმისთვის. აი ეს პაციენტი უკვე უკეთესად არის. სახში უნდა გაუშვა, სახში. გახვალ სახში. აჰა, ძალიან კაი, ძალიან მიხარია. გამოყოფ რამოდენიმე ქალბატონს პაციენტს, პირველი ყველაზე მებრძოლი პაციენტი, რომელიც ყავდა, ეს იყო მამაკაცი, რომელმაც 20 ქულიანი დაზიანება დაამარცხა ფილტვის, არაჩვეულებრივად მოყვა ბოლომდე, გადასარევად იტარებდა, რასაც ვეუბნებოდით, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა ფსიქომოტორული აგზნების პერიოდები, ემოციური ფონი იყო აქ ჩართული ძალიან, მიუხედავად ამისა, თვითონაც დაძლია ეს შიშის ფაქტორი, ჩვენს მივეხმარეთ მედიკამენტებით, ჩვენი მორალური მხარში დგომითაც და შეძლო და გამოძვრა ჩვენი ერთი ყველაზე მძიმე პაციენტი. შემდგომ შემხვდა ქუჩაში და მომიკითხა და გამიკვირდა. იმდენად ვერ ვიცანი, ისეთი შეცვლილი იყო პაციენტი თვითონ რომ აი სულ სხვა ადამიანი იდგა გაღიმებული გარეთ აბსოლუტურად ჩვენს გაყოფილებაში უმძიმესი იყო იმ პერიოდში არც ვიცოდით გადარჩებოდა თუ არა. ექიმის კრიტერიუმი ასეთი რამე მეგონი არ არსებობს. ექიმი თვითონ თავიდანვე უნდა იყოს ძალიან მობიერი პირველ რიგში, ძალიან დაკვირვებული, ძალიან უნდა უყვარდეს თავის პაციენტი და უნდა გადადოს ყველაფერი მათთვის. მე მინდა გითხრათ, რომ ორი პატარა მყავს დღეს სახლში და ძალიან მიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახი მაქსიმუმს მოითხოვს ჩემი შვილები, მათ უფრო ვაკლებ ხელს ვიდრე ჩემ პაციენტებს. მე აქედან ძალიან ჩვენ დილით ადრე მოვდივართ და ძალიან გვიან მივდივართ, იმიტომ რომ არ მინდა ჩემ პაციენტებს რამე პრობლემა შეექმნათ. მინდა რომ სულ მათ გვერდზე ვიყო. თითქმის, იმიტომ რომ ეს დაავადება იმდენად მძიმეა, რომ მივდივარ ყველა პაციენტის იმედი ხარ შენ საწოლთან რომ დგახარ პაციენტის საწოლთან და ელაპარაკები შენ ხარ მისი იმედი იმ მომენტში. შენი ყველა სიტყვა, ყველა ღიმილი, ყველა ემოცია გადასდის მათ და შემდგომ ისიც ისეთივე გხვდება. აი მე რომ ვეუბნები ხვალ დილამდე
დილას მე და თქვენ ისევ გავაგრძელებთ აქტიურად საუბარს, აქტიურად შემდგომში წამლების მიღება, ზოგი მელოდება დილას რომ მოვალ, რომ აი მე დავალევინო მედიკამენტი ჩვენ, მივცეთ რამე ჟანგბადი დაუშვათ, გადავიყვანოთ აპარატზე, ჩვენ მართოთ სიპაპ აპარატით, სულ თქვა მაგალითად, ექიმის ფაქტორი ძალიან დიდია. სიპაპს ხო გაიკეთებ? ერთი სიპაპი უნდა გაიკეთო, ერთი სიპაპი ჩემი ხათრით. არა, უნდა გაიკეთო, ერთი ცოტა უნდა დასიპაპდე. ცოტა ხანი, აი, სულ მომეხმარე ცოტა ხანი. ჩამირთი აპარატი. აბა, მიდი, ყოლეს უნთქვას, მიდი. აი ასე. ჩემი არაჩვეულებრივი სამედიცინო პერსონალი, ექთნები, სანიტრები, ყველას დიდი მადლობა მინდა გადაუხადო, ვინც ხარში უდგას ყველა პაციენტს, ყველას აჭმევენ, ასმევენ, სათითაო ლუკმას უდებენ პირში, ასმევენ თითო წყალს, ეხვეწებიან რომ დალიონ წყალი, მიიღონ სითხე რომ გადარჩნენ, ყველა თვალებში გვიყურებენ რომ იქნებ რამე კიდევ პერსპექტივა გამოჩნდეს პაციენტისთვის კიდევ რა დავამატოთ. ყველაფერზე დიდი მადლობა მათ. ისინი არიან არაჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც საკუთარიც შეიძლება საკუთარი ცხოვრებაც გადადონ და გააგრძელონ აი აქ ჩემთან ერთად ყოფნა. COVID-მა მასწავლა გამძლეობა, თანაგრძნობა უფრო მეტად და კიდევ რაც თავარია, ერთმანეთის მხარში დგომა. აი ჩემი კოლეგების მხარში დგომა ვიგრძნო ყველაზე მეტად მაგ პერიოდში, იმ მუშაკების, იმ ადამიანების, ვინც ჩემთან ერთად იბრძოდნენ, მხარში მედგნენ, მაია ექიმო, თქვენ დაიწყეთ, ჩვენ მოყვებით. ეს იყო არაჩვეულებრივი თანადგომა ჩემი კოლეგების. ეცადეთ რომ მუცელზე იწვევთ, თუ მუცელზე არა გვერდზე მაინც. მუცელზე ან გვერდზე მაინც. მე თუ მკითხავთ, უნდა ყველა აიცრას პირველ რიგში და ამ აცრას ალტერნატივა არ აქვს. მინდა გითხრათ, იმიტომ რომ ეს უკვე გამოცდილია, გამოვცადეთ ეს საკუთარ თავებზე, საკუთარ ოჯახის წევრებზე, პაციენტებზე, უკვე გამოცდილი ვარიანტია, რომ თუ პაციენტი აიცრა და ყველა იმ ინსტრუქციას შეასრულებს, რომ შეხვდეს COVID ინფექცია, ამას გადაიტანს ძალიან მარტივად, დაასრულებს ყველაფერს ძალიან ადვილად და დაემშვიდობება ყველაფერს კარგად. თუმცა თუ არ გაითავისებენ, რომ სულ მარტივი რაღაცა უნდა გააკეთონ, უნდა ატარონ ნიღაბი, უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენა, ხელების ხშირი დაბანვა, დამუშავება, გონია რომ თუ საზოგადოება მაქსიმალურად უფრო პასუხისმგებლობით მიუდგება ამ საკითხებს ყველაფერს და მოწოდებებს ყველაფერს გაითავისებს, ეს ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს.